გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გუშინ დააკავა. უწყების ცნობით 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. მარიამ ქართველიშვილი გვიერთდება დეტალებით. საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაკავებულია მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დააკავა. ის გადმოიყვანეს რუსთავში ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ადვოკატი ამბობს, მას კანონის შესაბამისად მისცეს 1 ზარის განხორციელების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილი დაუკავშირდა საკუთარი ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ კი ადვოკატი ჩაერთო პროცესში. ადვოკატი სულ რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა რუსთავის ნომერ 12 დაწესებულებაში, იქ სადაც ძებნილი დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ის შეიძლება ითქვას რამდენიმე წუთით იმყოფებოდა ბაჩიაშვილთან. გამოსვლის შემდეგ ითქვა, რომ თავად ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა არ მისცა მას იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მედიასთან საქმის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ესაუბრა. ადვოკატმა სულ რამდენიმე წინადადება თქვა, რომ ბაჩიაშვილი თავად ისაუბრებს მისი დაკავების საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად, თუმცა მისი სურვილი არის, რომ ხვალ სასამართლო პროცესი როდესაც შედგება, თავად გააკეთოს საჯაროდ განცხადება ამ მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად მე დეტალებზე სამწუხაროდ ვერ დაგელაპარაკები. გიორგი ხვალ გააკეთებს განცხადება სასამართლო პროცესზე. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამართლიანობა უნდა ახსრულდეს. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცსამსახურებმა წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რისთვისაც მადლობას უხდიან. დეტალებთან დაკავშირებით ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე ზოგადად შემიძლია მადლობა გადავხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებელი და კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოგაწოდოს სრული ინფორმაცია. მე შეიძლება რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია, ამიტომ ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული სწორედ სამსახურისკენ. ამ ადამიანს დაუმტკიცდა სასამართლოთი, რომ აქვს ასეულობით მილიონი მოპარული, მითვისებული, თაღლითური გზით, მე ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები სპეცსამსახურების, ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების თუ სხვა მოძრაობების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, თან მთავარი დამფინანსებელი იყო ოპოზიციის დაგეგმილი თუ დასაგეგმილი თუ მიმდინარე აქციების და საბოლოო ჯამში ასრულებდა ისიც დავალებებს სხვანაირად მისი ქმედება მას, რომ ის გაებედა, რას გაბედა, წარმოუდგენელია, დავალების შემსრულებელი ადამიანი, რომელსაც დიდი თანხები მოიპარა, არის დაკავებული ძალიან კარგი.
გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, საუბარია დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმესთან დაკავშირებით. მას 11 წლიანი სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდეს. ამის გარდა ასევე სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ის მთავარი ფიგურანტია. საუბარია მტკვარი ჰესის საქმეზე, ასევე მას ედავებიან საზღვრის უკანონო კვეთას. ბაჩიაშვილი რამდენიმე თვის წინ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიდან გაიქცა, მაშინ საუბრობდა, რომ გამოიყენა კონკრეტული ადამიანები და ხვრელების სისტემაში. რამდენიმე თვის შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ის სადახლოსა და წითელი ხიდის ტერიტორიაზე მწვანე ზონაში დააკავეს. ის ამ დროისთვის რუსთავის ნომერ 12 ციხის პატიმარია. მადლობა მარიამ, ქრონიკის პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა.